რამდენიმე დღის ნახეთ ჩვენ რომ ხალბატონი ელენე ხოშტარია გედემან ფოფხაძე შიმშილობდნენ საქართველოს პარლამენტის წინ იქ მივიდნენ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოაწერეს ხელი რომ ისინი ნამდვილად არ მიიღებდნენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას თუმცა იმ თავითვე ცნობილი იყო რომ ის პარტიები ისედაც არ აპირებდნენ მიღებას მონაწილეობის მიღებას და ორი პარტია თუ სამი პარტია რომელიც ვთქვათ ლელოს ჯერ ასეთი პრინციპული გადაწყვეტილება არ უთქვამს, თუმცა ამბობენ რომ თბილისის წაღება კარგი იქნებოდა. ეს პარტიები ისევ რჩებიან, რომ კაცრად ამბობენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას. მაშინ რა მოხდა? ან შიმშილობა რატო იყო დაწყებული, ან რატო დასრულდა, როგორ შეაფასებთ ამბავს? ხო, რას არ მოუსწრები ვარ. კომუნისტების პერიოდიდან დღემდე ახლა თაკოსაც უსმენდი და ცოტა გაოგნებული ვარ, რას ლაპარაკობ და ვერ გავიგე თაკო, მაგრამ თუ მომეცემა საშუალება თაკოსაც მინდა გავცე პასუხი. რას არ მოუსწრები ვარ ცხოვრებაში და ასეთი რამ რაც ხოშტარიას და გედი ფოფხაძის შიმშილობა დაერქვა შიმშილობა ნამდვილად არ მოუსწრები ვარ. ალბათ მართლაც გინესის წიგნში არის შესატანი როგორც ყველაზე უფრო ხანმოკლე შიმშილობა სადილიდან სადილამდე გამოაცხადეს სანამ მოშივდებოდათ რომ შიმშილობა აი ესეთ რა არის ესეთი შეურაცხყოფელი დამოკიდებულება იმ საგნისადმი მიუხედავად იმისა რომ მე არანაირი სიმპათიები არ გამაჩნია მათი მოთხოვნებისადმი იმიტომ რომ მე ვარ ის ადამიანი რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლებზე უკეთ ვიცი რა ხდებოდა იმ პერიოდში და სწორედ იმას განვიცდი რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ზუსტადაც არ იცის ის რაც იქ ხდებოდა და დღეს ეს მართლაც ის გონიათ რაზედაც ლაპარაკობენ ეს იყო ჯოჯოხეთი ადამიანებს ხორცის მანქანაში ატარებდნენ და აი იმასთან გაიგივებული კი მე იმას კი არ ვიძახი რომ ქართული ოცნება უნდა მოსწონდეს ყველაზე როგორ ყოველთვის მოსაწონი ის არ არის რა ქვია არაფერი არ არსებობს დედამიწაზე და რა თქმა უნდა არ მოგეწონება ან არ მოგეწონება მაგრამ დგები იქ რომელზე სასტიკი მოპყრობაც, რომელზე სასტიკი რეჟიმიც მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში საქართველოს არ მოსწრებია აქ რო დგები უკვე საერთოდ არ მაინტერესებს როგორი მოთხოვნები გაქვს დაყენებული და როგორ შეიძლება რომელიმე მოთხოვნა რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსულას ან მისი პოლიტიკაში ყოფნას უკავშირდებოდეს და რომ ეს იყოს მისაღები და ნორმალური აი იმ ხარეს ვინც ადამიანები დგანან ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ზოგიერთების მიმართ ის საერთოდ რომ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება ჩემთვის გაუგებარია იმიტომ რომ შენ როდესაც იცი რომ გაუპატიურების პარტიის ისახარ რა ქვია გულშემატკივარი ხარ და შენ როცა იცი აი რაც სვანეთში მოხდა ის ჩაცხრილები და უბედურებები რაც გირგოლიანს რა ვიცი რამდენი 150 ადამიანი ხო რომელიც ქუჩებში ჩაცხრილეს და სისასტიკით რომელთა პატრონებმა ხმა მოიღეს თორე სხვის პატრონებმა ვევრის პატრონებმა ხმა არ მოიღეს აი ამასთან რო იგივდები, როდესაც იცი რომ ციხეებში წამებით და ღირსების შემნახავი მოპყრობით ყოველდღე მე გოგიჩას ამბავიც მიყვარს ლევან გოგიჩაიშვილის რომელსაც ჩემთან აქ ნათქვამი ჩემ ოფისში რომ ჩემი კამერაო პირდაპირ მორგს უყურებდაო პირდაპირ უყურებდა მორგსო და ყოველდღეო გამოგქონდათო ციხიდანო მითიო შავი პარკებითო გამოგქონდათ გვამები და შექონდათ მორგში თვითონ უყურებდა ამას და ადამიანებმა რომელმაც თვითონ იციან თავის კანზე გადაიტანეს თავისი თვალით ნახეს რაც ხდებოდა და იქეთ ამ ხარეს არიან ჩემთვის მათი ნებისმიერი მოთხოვნა არის განულებული კიდევ ვიმეორებ ის კი არა რომ ქართული ოცნების ძალიან ბევრი რამე მე თვითონ არ მომწონს მე თვითონ ვფიქრობ რომ ესენი სერიოზული კრიტიკის ღირსი არიან მაგრამ მას შემდეგ როდესაც ეს ფაშისტური სადისტური კაცი ჭამია ძალა ჩამოშორდება პოლიტიკას და ეს იყო ქართული ოცნების მოვალეობა ეს იყო ქართული ოცნების დანაპირები რომ აი ამ კაცი ჭამიებს ჩამოაშორებდნენ პოლიტიკას და ეს ვერ მოხერხდა აქამდე ამ თუნდაც ამის გამო რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას არ უნდა ჰქონდეს დღეს ხელისუფლება ხელში მაგრამ ფაქტი ის არის რომ სხვა ძალა დღეს საქართველოში არ არის სხვა ალტერნატივა დღეს ხელისუფლებას არ აქვს ამიტომ როდესაც არჩევანს აკეთებ კაცი ჭამიებსა და ადამიანებს შორის რა თქმა უნდა აირჩიო ადამიანები თავისი მინუსებით თავისი უარყოფითებით თავისი პრობლემებით ეს პროცესები საერთოდ ის ხალხო ნანა
რომელ პროცესზე ზოგადად ეს პოლიტიკური პროცესი რაც ხდება იცით რა არის პოლიტიკური პროცესი თუ ეს ესეთი ბნელი პროცესი ხარ რატო ვიძახი რომ კიდე ლოკა გაუწითლდა ესე იგი ადამიანი როდესაც ასე არასახელმწიფოებრივად მზია ამაღლობელს მე ვიცნობდი კიდევაც და ურთიერთობა მქონდა კიდევაც და პიროვნული ურთიერთობა რო გაქვს ადამიანთან დამოკიდებულება გრძნობაც გაქვს ხა ვინ არის თაკო ჩარკვიანი იმასთან შედარებით რაც მე მქონდა ამ ადამიანთან ყველაზე ისეთ რთულ პერიოდში ურთიერთობები მაგრამ ადამიანი რომელიც იმას ვერ აცნობიერებს რომ პოლიციელზე ხელის გარტყმა ეს მარტო ის არ არის იმას ეთკინა თუ არ ეთკინა ეს მუნდირის პატივისცემა ეს სახელმწიფო სტრუქტურისადმი დამოკიდებულებაა და რა თქმა უნდა რატო არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული გარტყმა კი არა 1 მეტრის რადიუსზე რომ მიეკარო პოლიციელს ჩაქცხრილავს რატომ არის ეს იმიტომ კი არა რომ ეს არის სტრუქტურისადმი იმ აი სისტემისადმი დამოკიდებულებაა და ეს არის დაუშვებელი და ამას რო ვერ აცნობიერებ და პოლიტიკაში ხარ, ხო? ნუ ეს არის სირცხვილი, რომ შენ იმას ვერ არჩევ, რა არის სახელმწიფო, რა არის სახელმწიფოს ინტერესები და თუნდაც ახლა კანონები თუ გადავდივარ სხვადასხვა თემაზე მითხარი ახო და დავბრუნდეთ, მაგრამ როდესაც საუბარია რატო შემოდის ესა და ეს კანონები. კანონი რატო როდის შემოდის? კანონი შემოდის მაშინ, როდესაც დანაშაული ჩნდება. მკვლელობა რომ არ იყოს დედამიწის ზურგზე, როგორ მკვლელობის საწინააღმდეგო მუხლი იარსებებდა? რომ არ არსებობდეს რელევანტურია ეს ახალი კანონები. ანუ ეს კანონები შემოდის იმის საჭიროების გამო, რომ ესეთი რამ მოხდა. აქამდე რატო არ იყო? აქამდე აი ეს არ იყო, რასაც დღევანდელი ოპოზიცია აკეთებს. აქამდე კიდე ვიძახი 70-იანი წლებიდან ვარ დისიდენტურ მოძრაობაში, მე ეროვნულ მოძრაობაში, ახლა აქ ლეგენდებს რო ყვებიან, ის იყო, ეს იყო, ვისთან იყო, რომელ პარტიაში იყო, სად იყო, EDP-ში იყო, SDP-ში იყო, ჭავჭავაძის საზოგადოებაში იყო. პატაზე ამბობ. ხო, აი ვისთან იყო, რომელ ეროვნულ მოძრაობა, სად მოძრაობდა, სადღაც სახში თუ მოძრაობდა, არ ვიცი და რასაც საზოგადოება ის ასპარეზი ერქვა, იქ არსად არ მოძრაობდა და რაც შეეხება თავდებობას, ირაკლი წერეთელზე თავდებობას საერთოდ არ ყოფილა, სიდამონის მეგობარი ვარო, ესე მითხრა ვაკენმა ჯანსუღმა, მეო სიდამონის მეგობარი ვარ და გულშემატკივრობთო, ჩვენ წავედით ციხეში ირაკლის გამო, რომ ირაკლი იყო დაპატიმრებული, ვიცავდით და ვინც სოლიდარობა გამოუცხადა, ლუიზა შაკიაშვილი იყო, ზურა ცინცაძე იყო და გია ჭანტურია, სულ ყველანი მოათავსეს ჩვენთან ერთად ციხეში.